დღეს ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის მზია მაღლობელის მხარდამჭერი მორიგის საპროტესტო აქცია გაიმართა. მედიის წარმომადგენლები თბილისში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წინ შეიკრიბნენ და მზია მაღლობელის დაზარალებულად ცნობა მოითხოვეს. მათი თქმით ისინი იბრძოლებენ მანამ, სანამ მათი კოლეგა სინდისის პატიმარი არ გათავისუფლდება. მის წინააღმდეგ პოლიციაში მოხდა მისი უფლებების დარღვევა, მას ბათუმის პოლიციის უფროსმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და როგორც იცით შეაფურთხა და მზია ამაღლობელი ამ დრომდე შიმშილობს უკვე მე-17 დღეა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენი მის დაკავებდა და რამდენიმე დღეში გახდა ეს ფაქტი ცნობილი, ამდენი დღის მერეც საგამოძიებო სამსახურმა ის არ ცნო დაზარალებულად. შესაბამისად, ირაკლით ჩვენ არ ვიცით, ირაკლით გებუაძის წინააღმდეგ რა ღონისძიებები გაატარა ამ უწყებამ, დაიბარა თუ არა დაკითხვაზე, თუ არ გამოცხადა ეს ადამიანი სასამართლოში მოხდა თუ არა მისი დაბარება. არ ვიცით ჩვენ არაფერი ამის შესახებ. საგამოძიებო სამსახური არ აკეთებს კომენტარს და დღესაც აქ მოსვლის მიზეზი გახდა ის, რომ გავიგოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან რა პასუხი მოსთხოვა. რა ღონისძიებები გაატარა ირაკლი გებუაძის მიმართ და ეს ადამიანი, რომელიც აგრძელებს თავის საქმიანობას, მხოლოდ მზია ამაღლობელმა არ დაადანაშაულა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში და ის ისევ ასრულებს პოლიციელის მოვალეობას. ჩვენი კოლეგა უკანონო პოლიცპატიმარი მზია ამაღლობელი 17 დღეა უკვე სიცოცხლეში სიმსივნობს და შემდეგ მილიონებს იღებს. იმისათვის, რომ ვითომ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გამოიწირო, მიენიჭა მზიას დაზარალებული სტატუსი, დაისაჯოს გებუაძე, ბათუმის მილიციის უფროსი, მზიას მიმართ არაადამიანური და გამორჩინებელი მართვისთვის. კაცი გამოდი! თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! არ გვაქვს, არ ვიცით როგორ არის, ვიცით ის რომ რაღაც გარკვეულ პროტოკოლით ხელმძღვანელობენ. ჩვენ ვითხოვთ რომ დეტალურად აგვიხსნან ეს პროტოკოლი რას გულისხმობს, ყოველდღიურად როგორ იზომება მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ტიპის კვლევები ტარდება, როგორ ხდება მონიტორინგი, რა ჩაითვლება საგანგაშოდ ამ კვლევების მონაცემების მიხედვით, რომ ეს ყველაფერი იყოს ცხადი, გამჭვირვალე ჩვენთვის, რომ შევსვათ გარკვეული მონიტორინგი ამ მდგომარეობის, მაგრამ დღეს მხოლოდ ვიცით, რომ ტარდება პროტოკოლის გათვალისწინებული ღონისძიებები და იმყოფება საკანში, სადაც 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგია. ეს საკმარისი არ არის. ვითხოვთ დეტალურ და ყოველდღიურ ინფორმაციას მზიას ჯანმრთელობის შესახებ. მზია მაღლობელის გათავისუფლება დღეს ბათუმშიც მოითხოვეს. ოპოზიციური გაერთიანების ძლიერი საქართველოს ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის და პარტია საქართველოსთვის წევრები ჟურნალისტის მხარდასაჭერად აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეისწავლონ უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტის საქმე და რეჟიმის ძალადობრივი პოლიტიკის აღმსრულებლებს სანქციები დაუწესონ. მოუწოდეთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედია ორგანიზაციებს მიეცეს სათანადო შეფასება და განხორციელდეს რეაგირება, გამოყენებული იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა გადარჩეს მზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მზია ამაღლობელი არის უკანონოდ დაკავებული, ჩვენ კარგად ვიცით თუ როგორ და რა სახით და რა ფორმით მოხდა მისი დაკავება. მასზე იყო წარმოუდგენლად დიდი ზეწოლა, იცით რომ ზეწოლასთან ერთად იყო ფიზიკური და ასე ვთქვათ შეურაცხყოფელი განცხადებები მის მიმართ და ადამიანი დღეს ყველანაირად იცით რომ ყველანაირად მდგომარეობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არის კითხვის ნიშნის ქვეშ. დღეს არც სახალხო დამცველი და არც ის ორგანოები, რომლებიც უნდა ახორციელებდნენ გარკვეული სახის ასე ვთქვათ ზედამხედველობას ამ ადამიანზე არ ახორციელებენ. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია მაღლობელი ბათუმში 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას პოლიციაზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მზია მაღლობელი ციხეში მე-17 დღეა შიმშილობს. მისი ადვოკატის გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ჟურნალისტის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ არის, მაგრამ გამოკვლევები არ უტარდება. ადვოკატის შეფასებით ამაღლობელს მხოლოდ მინიმალურად ამოწმებენ. მზია მაღლობელის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა დემოკრატმა კონგრესმა
კონგრესმენმა სტივ კოენმაც. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ამაღლობელი დაუყოვნებლი უნდა გაათავისუფლოს. როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობელის საქმეს საქართველოს რესპუბლიკაში. მზია არის ჟურნალისტი, რომელიც დე-ფაქტო ქართული ოცნების ხელისუფლებამ გაყალბებული ბრალდებით დააკავა. ის ციხეში კარგად არ არის. მთავრობამ ახლავე უნდა გაათავისუფლოს იგი. მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ტომას ჰაკერიც. მისი თქმით, ჟურნალისტის დაკავება და არადამიანური მოპყრობა პატიმრობაში ფუნქციონალური დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირითად სტანდარტებს არღვევს.